ყავს სახელმწიფოს ეროვნული გმირი ამწუხელი. როცა აწამებდნენ ფეხი არ დააბიჯა საქართველოს დროშას. აი ეგეთი ადამიანი ყავს. და მეორე მხარეს ყავს ვიღაცა ტიპი, რომელიც რაღაც წამლის კაიფში აგდია სადღაც დისკოტეკაზე და შეიძლება თუ არ გადმოაბრუნებენ დროზე შეიძლება მოკვდეს, დაიხრჩოს. ან გაიპაროს კაიფში. ამ ორი ადამიანის თანასწორობა არ მომწონს, პირდაპირ უნდა ვთქვა რა. არ მიმაჩნია რომ ეს ორი ადამიანი თანასწორი უნდა იყოს. რატო? იმიტომ რომ უსამართლობა მგონია. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი თანასწორობა, ჩემთვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა. პრაქტიკული პრობლემა ის არის, რომ ადამიანები ეგეთი არსებები ვართ, რომ ყოველთვის ცხოვრობთ იერარქიებში. ანუ ყოველთვის არის ვიღაცა ზემოთ, ვიღაცა საშუალო პოზიციაზე და ვიღაც ქვემოთ. რანაირი სამართლიანობა არსებობს აი? მაგალითად, ნიცშე ალბათ იტყოდა, რომ ვინც ძლიერია, ის მართალია. ანუ ძალის სამართლიანობას მიემხრობოდა. კომუნისტი იტყოდა, რომ თანასწორობა არის სამართლიანობა. არ ვიცი, ვიღაცა ლიბერალი იტყოდა, რომ რაც უფრო დაჩაგრულია რაღაცა ჯგუფი, მას მეტი დაცვა და მეტი რესურსები უნდა მივცეთ, იმიტომ რომ ეგ არის სამართლიანი. ყველა ეგ პასუხი არის არასრულყოფილი.